გამარჯობა, დღეს ჩვენ ვიმყოფებით მერებაშვილის მამულში, სადაც იმართება ღონისძიება დეგუსტაციაზე. თერთად დავათვალიერებთ აქაურობა. ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო. დღე მშვიდობისა ყველას, საღამო მშვიდობის ყველას. მადლობა მობრძანებისთვის. ბედნიერი დღეა დღეს ჩვენს ოჯახში, ჩვენს მამულში აღნიშნავთ ღვინის ფესტივალს, რომელიც პირველად დავაორგანიზებთ დღეს და წელს. იმედი მაქვს და გეგმაშიც გვაქვს რომ ტრადიციად ვაქციო და ყოველ წელს ჩავატაროთ ღვინის ფესტივალი ჩვენს მამულში. მიხარია რომ ესე მრავალრიცხოვანად ვართ, მოიცალეთ ბევრმა და ჩამოხვედით ზოგი თბილისიდან, სხვადასხვა რაიონებიდან, ჩემიანები, ჩემს გარშემო მყოფი ხალხი და დღეს ჩვენთან ერთად გაიზიარეთ ეს ლამაზი დღე და კიდევ მთელი საღამოს გაიზიარებთ. ღვინის ფესტივალს დავარქვი, წლევანდელ ფესტივალს, ღვინო, ტრადიცია და ტერუარი. მეღვინე და მევენახე ოჯახია, მერებაშვილების ოჯახი, მამა მეღვინე იყო, პაპა, იმის პაპა, დიდი პაპები ყველანი. ვინც არიცით, მინდა გითხრათ, რომ კასპი ძველად გაშენებული იყო მდინარის მარჯვენა სანაპიროზე, აქაურობა მდინარის მარცხენა მხარე იყო სულ ვენახები. და ჩვენც აი აქ სადაც ვიმყოფებით, ჩვენი სახლი, ჩვენი სასტუმრო და ჩვენი მამული გაშენებულია იმ წინაპრების დანატოვარ მამულში. მამული ქართული სიტყვა სულხან-საბას მიხედვით ორი მნიშვნელობა აქვს, ეს არის ერთი ზუსტად ის მამა-პაპის დანატოვარი მიწაწყალი და მამული მეორე სამშობლო, მეორე მნიშვნელობა. სახლი, როგორც უმეტესობა თქვენგანმა იცით და აქაურობა მამას დაფუძნებულია და მამას აშენებული არის. სამწუხაროდ ნაადრევად დაგტოვა მამამ 2017 წელს. ზუსტად მისი წასვლის შემდეგ უფრო მეტად ჩვენში მეც, დედაჩემაც, ჩემმა დედმამიშვილებმაც და ჩვენს გარშემო მყოფმა ხალხმა უფრო მეტი ძალები მოვიკრიბეთ. და აი ეს დიდი ტკივილი ვაქციეთ აი იმ ყველაფრად, რასაც აქ უყურებთ ეხლა. ის ტკივილი, რა თქმა უნდა, დღემდე მოყვება ჩვენ და არასოდეს არ დავიწყებთ, რასაც ერქვა მამაჩემის და იმ ოჯახის ბურჯის წასვლა. თუმცა 2018 წლიდან დავიწყეთ აქტიურად უკვე ჩვენს მამულში, მაშინ ჯერ კიდევ მერებაშვილის მარანი იყო, სტუმრების აქტუალურად მიღება გამასპინძლება, დახვედრა გამასპინძლება, საერთაშორისო ვიზიტორების. პირველივე წელს ძალიან კარგი შედეგი იყო, ძალიან კმაყოფილები ვიყავით და 2018-დან მზარდია ჩვენთან მოსული სტუმრების რაოდენობა, მხოლოდ ჩარშან დაახლოებით 5000-მდე საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლეთ 41 ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს საქართველოში, ჩვენს მარანში და ჩვენს მამულში. 2023 წელს სხვათა შორის სიამაყით მინდა აღვნიშნო, ჩვენი მამული და ჩვენი მეღვინეობა დასახელდა მსოფლიოს 10 საუკეთესო მეღვინეობას შორის მსოფლიოს მეღვინეობის არაცნობადი რეგიონებიდან. რაც ჩვენთვის დიდი პატივი იყო. მოგეხსენებათ ძირითადი მეღვინეობის და მევენახეობის კერა კახეთი არის საქართველოსთვის და ღირსეულადაც და შემთხვევით არ არის აღიარებული ეს, თუმცა კასპი ზუსტად ეს ერთ-ერთი სამში ღვინო, ტრადიცია და ტერუარის მნიშვნელობა ზუსტად ის არის ადგილმდებარეობა, სად არის ვაზი გაშენებული და საიდან მოყვავს ის ყურძენი, რომელსაც აი ამ სითხედ ვაქცევთ მოგვიანებით. საოცარი ტერუარი აქვს ქართლს, შიდა ქართლს, იმ 525 აღწერილი და გამოკვლეული კულტურული ვაზის ჯიშებიდან, მხოლოდ შიდა ქართლში არ გულისხმობ ქვემო ქართლს, 63 ჩვენი ქართლის ენდემური ვაზის ჯიში არის. ჩვენს ვენახში გაშენებული გვაქვს, რომელიც ოკაპში მდებარეობს 4 აქედან, 2 თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, ჩინური გორული მწვანე, ხოლო 2 შავყურძნიანი ვაზის ჯიში, თავკვერი და შავკაპიტო. ყველანაირად ვცდილობთ რომ ორგანულად მოვიყვანოთ ყურძენი, მოუვაროთ, რათა შემდეგ უკვე აი ამ სიცხეში და აი ამ ჭიქაში და ბაკალში უკვე ორგანულად სუფთა ღვინო გვესხას. წლევანდელი წელი და დღევანდელი დღე არის ერთგვარი შეჯამება მთელი 2025 წლის. განსაკუთრებული წელი არის ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის 2025 წელი.
აღარ დაგისხავთ გვიან ღვინოს წოდეთ თქვენ. ხუმრობითაც თქვი ამას წინათ რომ ორ ფრონტზე მომიწია წელს ბრძოლა თქო. იცით რომ ნახევარი ჩემი ცხოვრებას თუ წლიდან წლამდე 12 თვიდან გერმანიაში ვატარებ, მეუღლე ოჯახი იქ ყავს და წელს იყო განსაკუთრებული წელი რომ გავხდი მესამე შვილის მამა და იმ ფრონტზე გერმანიის ფრონტზე წარმატებით გავიმარჯვე და დავამთავრე და იქავრე ბრძოლა. და მეორე ფრონტი უკვე საქართველოში იყო და ჩემს მამულში იყო ეს ლამაზი უმშვენიერესი შენობა, რომელსაც რომელიც სასტუმრო არის და ზუსტად აი ამის გამოისობით ჩვენს მამულს უпростоრად მერებაშვილის მარანს გადაერქვა სახელი და დაერქვა მამული. იმიტომ რომ აქ მოსულ სტუმარს ყველაფერი ერთ სივრცეში ხვდება, როგორც საკოლექციო ვენახი, ისე ღვინის მარანი და ისე სასტუმრო. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით რომ მთელი წელი როგორც დაგეგმილი ქონდა, მადლობა უფალს, ყველაფერმა გაიარა ისე. აქ მოსული სტუმრები თუ 100% არა 99.9% კმაყოფილი წავიდა აქედან და ყოველთვის ვახსენებ და მithქვამს რომ ჩვენ როგორც მე, როგორც დედაჩემი, ჩემი ოჯახი, ჩვენს ქვეყანაში ვარ ჩვენი ქვეყნის ელჩები. და ვცდილობთ რომ ეს არა მარტო რაღაცა ის საქმიანობა არის ჩვენი, საიდანაც ასევე შემოსავლის წყაროც არის ჩემი ოჯახისთვის, არამედ ეს არის დიდი პასუხისმგებლობაც და აღებული ჩემი და ჩვენი სამშობლოს წინაშე მოვალეობაც. და ვცდილობთ რომ ეს ყველაფერი პირნათლად შევასრულოთ. ყოველთვის მაქვს ნათქვამი, ჩვენი ოჯახის და ჩვენი მამულის კარები ყველასთვის ღია, არ აქვს მნიშვნელობა სოფიოს რომელი კუთხიდან იქნება აქ სტუმარი მოსული. და აი აქ შემოსული ადამიანი და როგორც ჩვენ ხვდებით, ჩვენი სიტყვა პასუხით, ჩვენი დახვედრით იმ სტუმარ მასპინძლობით უკვე მე ის შეფასებები მეტყველებს ყველაფერზე, რასაც ისინი გვიტოვენ ინტერნეტში, რასაც გვიწერენ სხვადასხვა საიტებზე და რასაც მე უკვე ვიღებთ პასუხით ჩვენს იმ ტურისტულ კომპანიებთან, ვისთანაც უკვე წლებია მჭიდროდ თანამშრომლობთ. მიხარია დღევანდელი დღე რომ შედგა. დარწმუნებული ვარ რომ ტრადიციად ჩამოყალიბდება და გაგრძელდება მომავალში ესეთი დღე, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის არა მარტო ის რომ მთელი წელი ვიშრომოთ ჩვენ აქ, არამედ აი ესეთი დღეებიც ერთმანეთი ვნახოთ, ერთმანეთი გავიცნოთ. აქ არიან ადამიანები, ვისაც წლებია ვირტუალურად ვიცნობთ. იმეილით მიმოწერა, ტელეფონებზე საუბრები, მაგრამ პირადად ეს ადამიანები არ მყავდნენ ნანახი და დღეს ვედნიერი ვარ რომ გავიცანი და ჩვენთან არიან მამულში პირადად ჩამოსულები. მადლობა თქვენ განსაკუთრებით. ღვინოზე, ვაზზე, რა უნდა ვთქვა თუ არა ის რომ ეს არის ჩვენი ქართველების, ქართველი ადამიანის, ქართველი კაცის იდენტობის ნაწილი, რომელიც 8000 წელია ვერავინ ვერ მოშალა და კიდევ ერთი 8000 წელი ვიცი რომ ვერავინ ვერ მოშლის ამას. მრავალ თვალს მინდა დავესწროთ სულ. მრავალ შემოდგომას მინდა დავესწროთ სულ. ადამიანი დიდხანს არ ცოცხლობს. წუთია სოფელი ნათქვამი არის და შესაბამისად რთველიც ბევრი არ აქვს ადამიანს, რომელშიც მიიღებს მონაწილეობას. თან მით უმეტეს შეგნებული ცხოვრებიდან, იმიტომ რომ იმდენად პასუხისმგებლიანი საქმეა. ხუმრობითაც ვამბობდი რომ დავიწყეთ უკვე რთველი, ნახევარი მოსავლის მოწეული გვაქვს, დაბინავებული გვაქვს და გუშინ წინ იყო გორული მწვანის დღე, როდესაც მოკრიფეთ ჩვენს ვენახში. და გუშინ წინ დაწყებული გადამუშავება ყურძნის გუშინ დილით 6:30 იყო მე და ჩემი დიშვილი ლუკა რომ თავებს ვადებდით უკვე მარანში რომ დავამთავრეთ ყველაფრის დასუფთავება და ჩავაქრეთ შუქები და გამოვედი და დავისვენეთ. 24 საათიანი მუხლშაუხრელი შრომა არის და ძალიან დიდი ჯაფა ეს ყველაფერი, თუმცა ის საქმიანობაა ზუსტად რაც მე პირადად უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. რაც მე პირადად მავსებს ენერგიით და მეორე ის რომ აი ამ ბედნიერ სახეებს რო უყურებ. ყველა ადამიანის სახეს აი ამ სითხის დალევის მერე და დაგემოვნების მერე და განსაკუთრებით კიდევ ის პასუხისმგებლობა, რაც თქვი რომ 2018 წლის მერე ჩვენი ოჯახი ეწევა აი ამ აგროტურიზმში ვარ ჩართულები და ღვინის ტურიზმში, აი ეს ბედნიერი სტუმრების სახეები, რომლებიც აქედან ტოვებენ ჩვენს მამულს. გისურვებთ ჯანმრთელობას, გისურვებთ მშვიდობას, გისურვებთ წარმატებას, გისურვებთ განვითარებას და გისურვებთ გამრავლებას. ქართველები ცოტანი ვართ. ერთად ყოფნას გისურვებთ, დავდგეთ ერთად ყველანი და
ყველაფერი კარგად იქნება, დამერწმუნეთ. შრომა ყოველთვის ფასდება და არავის არაფერს არ შეგეშინდეთ. გაუმარჯოს 2025 წლის რთველს, 2025 წლის შემოდგომას გაუმარჯოს და გაგიმარჯოთ თქვენ. ეხლა კი მოურავთ ცხოვრს. გამარჯობა, რომ გვესაუბროთ თქვენი ღვინის სახეობებზე. მოგესალმებით. პირველ რიგში წარმატებას უსურვებ კასპის სათემო რადიოს, სულ წინსვლა გქონოდეთ და წარმატებები. მოკლედ მინდა გესაუბროთ ჩვენი ღვინის შესახებ. მერებაშვილის მამული აწარმოებს 4 სახეობის ღვინოს. აქედან არის 2 თეთრი და 2 წითელი ღვინო. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი ღვინო არის მშრალი. თეთრი ღვინოებიდან გვაქვს 2 სახეობა, ეს არის გორული მწვანე და ჩინური. ხოლო წითელი ღვინოებიდან ეს არის თავკვერი და შავკაპიტა. ეხლა თქვენი სამუშაო განრიგი რომ გითხრათ. რაც შეეხება ჩვენ სამუშაო განრიგს, ჩვენი სამუშაო განრიგი იწყება დილის 9 საათიდან და გრძელდება საღამოს 8 საათამდე, მაგრამ რაც შეეხება დატვირთულ პერიოდს, ტურისტები უფრო მეტად, რა თქმა უნდა, ჩვენთან მოდიან სეზონურ პერიოდში, ეს გახლავთ გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომის პერიოდი. ზამთარი ნაკლებად დატვირთული გვაქვს. შვილების საქმიანობა დაიწყო 2018 წლიდან და გრძელდება დღემდე საკმაოდ დიდი პოპულარობით. რაც შეეხება ეს საქმიანობა წამოიწყო ბატონმა გია მერებაშვილმა, შალვა და ლაშას მამამ სამწუხაროდ გარდაიცვალა, მაგრამ მისი შვილები აგრძელებენ ამ საქმიანობას დიდი თავდადებით და მონდომებით. და მინდა რომ ძალიან დიდი წარმატება ვუსურვოთ და წინსვლა. შეიძლება მამულის შესახებ უფრო დეტალურად რო გვესაუბრო ყველა სერვისზე. როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენი მამული ორიენტირებულია, რა თქმა უნდა, ღვინის ტურზე, ღვინის ტურიზმზე. ეს მოიცავს ღვინის მარნის დათვალიერებას, ყურძნის ჯიშების შესახებ ინფორმაციის გაცნობას, დეტალურად, რა თქმა უნდა, და კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი მინდა შემოგთავაზოთ, რომ წელს ჩვენ გავხსენით სასტუმრო, რომელიც 16 ადამიანზეა გათვლილი და ძალიან კარგად ფუნქციონირებს უკვე. დიდი წარმატებით და სხვადასხვა ქვეყნიდან გსტუმრობენ ტურისტები. გითხრათ ყოველდღურად დაახლოებით რამდენი ადამიანი მოდის სეზონზე? მინდა რომ გაგახაროთ და გითხრათ, რომ დატვირთული პერიოდის შემთხვევაში ეს ეხება ზაფხულს, გაზაფხულს და შემოდგომას, ყოველდღურად გვაქვს ძალიან დიდი რაოდენობის ტურისტების მიღების საშუალება. დაახლოებით დღიურად შეგვიძლია მივიღოთ 100, 120, 150 კაცი. რაც რა თქმა უნდა ზოგიერთი ადამიანისთვის ეს დაუჯერებელია, მაგრამ ვახერხებთ ამ ყველაფერს. მებით რომ გვესაუბროთ თქვენ სამზარეულოზე, რას თავაზობთ ვიზიტორებს. მოგესალმებით, ასევე მერებაშვილების მამული ვიზიტორებს სთავაზობს ძირითადად ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს. აქ შედის კერძები ხაბიზგინა, ოსტრი, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ნუყველი, სადეგუსტაციო დაფები, ცხელი კერძები, ხინკალი, ნებისმიერი ხორცის და ყველა ვიზიტორი უკვე მეორე წელი აქ მუშაობ, მოხიბლულია ჩვენი სამზადისით, ასე რომ ვთქვათ,
და ძალიან მოწონთ გამორჩეულად ხაბიზგინა, რომელიც კარტოფილშია ყველი შერეული და მართლაც უგემრიელესი მზადდება სხვა კერძებთან ერთად, რა თქმა უნდა. ეს ახალი სასტუმროა, წელს გავხსენით. სხვათა შორის ძალიან ბევრი ტურისტი მობრძანდა, მით უმეტეს რომ ახალია და კასპიის რაიონი მაინდა-მაინც ცნობილი არ არის თვითონ ქალაქი და არ არის განებივრებული სასტუმროებით. ძალიან კმაყოფილები არიან აქ მოსული სტუმრები და დიდ მოწონებას იმსახურებს მთლიანად მამული სასტუმრო, თავისი კერძებით, თავისი მომსახურე პერსონალით და აქ დამხვედრი ადამიანები დიდ ენერგიას და შრომას დებს და დებენ, რომ ყველა ვიზიტორი იყოს კმაყოფილი და რა ვიცი, უამრავ ვიზიტორს მასპინძლობს ეს მარანი და უკმაყოფილო ჯერ არავინ არ წასულა სოციალურ ქსელში, სხვადასხვა საიტებზე, ვებგვერდებზე ისახება მათი დადებითი კომენტარი. კარგით, მადლობა. მადლობა თქვენ. მოგესალმებით, რომ წარმოგვიდგინოთ თქვენი თავი. მოგესალმებით, მე ვარ მიხეილ ხოცაშვილი. ამ შემთხვევაში ჩვენ მოვედით დღეს ბენდი. მოიცა თავიდან დავიწყოთ. მოგესალმებით, რომ წარმოგვიდგინოთ თქვენი თავი. მოგესალმებით, მე ვარ მიხეილ ხოცაშვილი. უკრავ ბენდში. დღეს მინდა დღევანდელ დღე გაულამაზოთ ბატონ შალვას ჩვენი ბენდით. აქ 1 საათიანი პროგრამა შესრულდება. მღერი ვარ ანსამბლ მოურავშიც. დღევანდელ დღეს ასევე ანსამბლი მოურავი გაალამაზებს. შალვა ჩვენი მეგობარია. ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს ჩვენ, ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ეს ადამიანი და ჩვენც რაც შეგვიძლია ჩვენი მხრიდან გვინდა რომ გვერდში დავუყოთ. ხო, კი. მადლობა. გაიხარეთ. თუ შეიძლება გვესაუბროთ თქვენ საქმიანობაზე ამ მამულში. მოგესალმებით. ესე იგი, ჩვენ მამულში ვამზადებთ ტრადიციულ ხინკალს, ვიღებთ ვიზიტორებს. ვიზიტორებს აქვთ საშუალება ჩვენთან ერთად მოახვიონ ხინკალი, გამოაცხონ თონის პური, ხაჭაპური და ასე შემდეგ. ხალისობთ ერთად, კარგ დროს ვატარებთ. თქვენთან ერთად შეიძლება სხვებმაც. რასაც მოგვიმზადებენ. თქვენთან ერთად შეიძლება სხვებმაც რომ მიიღონ კი, მონაწილეობა კი, რა მაგალითად თქმა უნდა. ტურისტებმა. კი, რა თქმა უნდა. ყველას აქვს საშუალება ჩვენთან რისი სურვილიც აქვთ, ასე ვთქვათ, იმაში დაგვეხმარონ ან თვითონ გააკეთონ. კარგით, მადლობა. მებით, მაინტერესებს პურის ცხობის ტექნიკა. ქართველებს უფრო აინტერესებთ თუ უცხოელებს? უცხოელებს რა თქმა უნდა, ძალიან აინტერესებს, ხო. ბევრი ყავთ, ანუ მოდიან და ერთად ამზადებთ ალბათ. კი, ხო? რა თქმა უნდა, აინტერესებს ძალიან. აჰა. კარგით, მადლობა. მებით, რომ გვიამბოთ, რა საქმიანობთ ამ მამულში. მოგესალმებით. მე ახლა ვიმყოფები მერებაშვილის მამულში. და გავაკეთეთ თათარა. ასევე ამოვავლეთ ჩურჩხელები. და გავმასპინძლით სტუმრებს. აქ მხოლოდ თქვენ ამოავლეთ თუ სხვებიც დაგეხმარნენ? შეეძლოთ? მაგის შესაძლებლობა იყო, რომ სხვებს ამოევლოთ? კი, იყვნენ პატარა ბავშვებიც. და დავავლებინეთ ჩურჩხელები. რას თავაზობთ ვიზიტორებს? რა გამოარჩევთ თქვენ ჩურჩხელას? ჩემი ჩურჩხელა გამოირჩევა იმით, რომ არის ნატურალური ბადაკით დამზადებული და არ არის ჩირებისგან მოდუღებული, წვენებით გამზადებული და არ არის ფერებისგან დამზადებული. არის ნატურალური წვენებით გაკეთებული. ბადაკით. კარგით, მადლობა. კარგით.